ფარმაცევტულ სფეროში არც ერთ კომპანიას, არც ერთ პიროვნებას არ ქონია არასდროს და არ არის შეზღუდვა ამ მედიკამენტების იმპორტში, ან აპტეკის გახსნაში. დღეს საქართველოში ძალიან გთხოვთ, მე ახლა შეგეჭიდებით. მე სავატყოფოა საჩხერეში, არათუ პიროვნება, სავატყოფო და ყველაზე კარგი ცენტრია დღეს საქართველოში როგორც გნებავთ, ვერაფერს ვერ მოახერხეთ ამ შემოტანა. ასლა მე ლაპარაკებით ახლა თქვენ გინდათ რომ ეს ზღაპარია ესა. ამჟამად საქართველოში არის 456 იმპორტიორი, რომლებსაც შემოაქვთ მედიკამენტები. არის 2500 მაგრამ მე გეუბნები დაურეკეთ სერგიენკოს თუ გნებავთ? ის ალბათ შეიძლება თქვენ ვიცნობ ჩვენგანაც ალბათ ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვერ მოახერხეთ შემოტანა. ჩვენ არა ძალიან დიდი მსწავლობა ამაში მე პირადად ჩავერია და ვერაფერი ვერ გავაკეთე. ძალიან დიდი მსწავლობა ქონდა და ვერაფერს ვერ მოახერხეთ წამლის შემოტანა. ბატონო ბატა, მონოპოლისტები დამთავრდა და თქოთ ამას შეეგუო და ან თქვენ თვითონ ეცადეთ რომ თქვენი ბიზნესი ბატონო ირაკლი უკაცრავად შეიძლება. არა, უკაცრავად დავამთავრეთ. უკაცრავად კი, რა თქმა უნდა, თქვენ გექნებათ საშუალება, მაგრამ მე ჩაგეჭერით და შეგახსენეთ. თქვენ 458 ვერ იქნება სამტკიცი იმისა რომ არ არსებობს მონოპოლიები. ციფრი 458. 458-იც არის და 4058. ეს ვერ იქნება სამტკიცი. თქვენ თუ გნებავთ, მე არ ვიცი ახლა შეიძლება ბოლო 3 თვეში რამე შეიცვალა ან ბოლო წელიწადში, თუმცა მე ყურადღება რაც პოლიტიკაში შემოვედი, ვეღარ ვაქცევდი ყურადღებას საჩხერის სავატყოფოში რა ხდებოდა, მაგრამ ეს ვიცი და ძალიან გამიჭირდება დაგეთანხმოთ. მე პირადად არ მინდა ამის გარჩევაში ჩავერიო, მაგრამ კითხვები არის საზოგადოებაში. ესე მარტივად პასუხები, თქვენი პასუხები არ იყო დამაჯერებელი.